მიმართვა ბეძინა ივანიშვილს ყოველგვარი შესავლების გარეშე თქვენ ძალიან კარგად იცით, შეიძლება ითქვას ალბათ ერთადერთი ხართ, ვინც მთელი სიზუსტით აცნობიერებს თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში როგორც ერში, ისე ეკლესიაში. არ მეგონა თუ რაიმე გამაკვირვებდა, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ ფაქტმა, რაც შევიტყვე და რაზეც აუცილებლად მინდა გესაუბროთ ყველა მიცის საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა თუ რა მოყვა ლატარიას მამის პროტესტს საქართველოში, როდესაც მას თითქმის ყველა ტაძრის კარი მიუხურეს და არ მისცეს იმის უფლება მისი ქალიშვილი ტაძრიდან გაესვენებინათ. და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს თავისი მკვეთრი და ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, თურმე გოგონა ცოდვას ჩადიოდა და ამის გამო არ შეიძლებოდა რომ ტაძრის კარები მისთვის შეეღოთ. ამ დროს ტაძარი ცოდვილებისთვის არის შექმნილი და ზუსტად ცოდვილების გამოსახსნელად დაარსდა პირველი საუკუნიდან ქრისტეს ეკლესია, მაგრამ აქაც ტენდენციური მიდგომები ახასიათებს საქართველოს საპატრიარქოს, ეს კი თქვენ ყველაზე მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად გესმით და იცით, მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ თქვენ დაგირეკავთ პატრიარქ შიო მესამესთან და პირდაპირ დავალება მიგიციათ, რომ მეუფე გერასიმე მის ეპარქიაში მისულიყო ლატარიების ოჯახში და პანაშვიდი გადაიხადა. დიახ, რეალურად თქვენი ჩარევის გარეშე ეს ამბავი არ მოხდებოდა, ვინაიდან პატრიარქი შიო გარეგნულად ცდილობს ყოველ შემთხვევაში დღემდე მაინც რომ დაიცვას ეგრეთ წოდებული დოგმები და კანონები და ავიწყდება ყველაზე ჭეშმარიტი რამ, რომ რჯულის აღსრულება სიყვარულია და მისი დამოკიდებულებები და ზოგადად მოძღვრება ძალიან შორს დგას ქრისტიანული სიყვარულისაგან. მაგრამ თქვენ მოგმართავთ ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზუსტად თქვენ გაქვთ ის უფლება, რომ მიმართოთ შიო მუჯირს და ზუსტად თქვენ გაქვთ იმის ძალა, რომ შიო მუჯირის არაქრისტიანული ქმედებები გააკონტროლოთ და ბევრ რამეზე მოსთხოვოთ პასუხი. ეს ძალიან ცუდია, როდესაც თქვენი ჩარევით ხდება ეკლესიაში მთელი რიგი საკითხების დარეგულირება, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ წესით არ უნდა გაწყობდეთ ეკლესიაში და ქვეყანაში ქაოსი და უნდა აკონტროლებდეთ სიტუაციას და უნდა აცნობიერებდეთ იმას, რომ შიო მუჯერს ბევრი მიმდევარი არ ყავს ეკლესიაში და ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა და კიდევ უფრო მრავლდება მოწინააღმდეგეთა რიგები, რომლებიც ძალიან უკმაყოფილოები არიან შიო მუჯირის ეგრეთ წოდებული სულიერებით და პატრიარქობით და განსაკუთრებით კი მისი ტენდენციური მიდგომებით და დამოკიდებულებებით. თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ მე შიო მუჯირმა ზუსტად იმის გამო, რომ ქართული ოცნების მიმართ ვიყავი კრიტიკულად განწყობილი, მღვდელმოქმედება შემიჩერა. მინდა გითხრათ, ჩემი მოკლე ბიოგრაფია დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არ გამოგრჩებოდათ თქვენ, მაგრამ 20 წელიწადია ღირსეულად და ერთგულად ვემსახურები ქართულ სამოციქულო ეკლესიას. 20 წლის მანძილზე ძალიან ბევრი წარმატება და მიღწევა მქონია და არასდროს ჩემს უკან არ მდგარა არც ერთი პოლიტიკური პარტია. მაშინაც კი, როდესაც თქვენი დამქაშები და პარტიის მიმდევრები გვიმტკიცებენ, რომ 9 სისხლიანი წელიწადი დაასრულდა ჩვენს ქვეყანაში, იმ დროსაც ძალიან კრიტიკული ვიყავი, ღია წერილებს ვწერდი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მაგრამ არასდროს ასეთი მუქარა, ასეთი აგრესია და ჩაგვრა ჩემს მიმართ არ განხორციელებულა. ეს მოხდა ქართული ოცნების დროს, ჩემს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამას ქართული ოცნება ახერხებდა საქართველოს საპატრიარქოს ხელით და განსაკუთრებით კი, როდესაც შიო მუჯირი იყო პატრიარქის მოსაყდრე. ზუსტად მისი თაოსნობით, მისი დავალებით, მისი მონდომებით მოხდა ჩემი მღვდელმოქმედების შეჩერება. მე ვიმეორებ, არც ადრე ვყოფილ ვარ ლმობიერი ხელისუფლების მიმართ და არც ახლა თქვენ ყველაზე მეტად გეცოდინებათ თანამედროვე სასულიერო პირები კუდის ქიცინით, როგორც ცდილობენ თქვენს წინაშე თავის მოწონებას და როგორც ცდილობენ თქვენ საამებლად
ისეთი ქმედებების განხორციელებას და ისეთი ქადაგებების წარმოთქმას, რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ ტიპის ადამიანები პირიქით ყველაზე მეტად გაღიზიანებთ თქვენ, რადგან ვერ იტანთ. მე ყოველ შემთხვევაში მინდა ამის ჯეროდეს, ქლესა, პირმოთნე და ქვემძრომ მედროვე ადამიანებს. დიახ, მე ხმამაღლა ვაფიქსირებ მკაფიოდ ჩემს პოზიციას. მე არ მომწონს თქვენი მიდგომები, მე არ მომწონს თქვენი დამოკიდებულებები და ის პოლიტიკა, რაც საქართველოში დღეს ხორციელდება. მე არ მომწონს, რომ თქვენ უხეშად ერევით საქართველოს საპატრიარქოს საკითხებში და თქვენ ძალიან კარგად იცით, მეც ვიცი, მაგრამ ჩემზე მეტად თქვენ იცით 100%-ით უკეთესად, რომ არა თქვენ შიო ვერასდროს ვერ გახდებოდა პატრიარქი. რეალურად სინოდმა კი მარა აირჩია შიო მუჯირი პატრიარქად, არც ანდერძი დაუტოვებია, აც გარდაცვლილ ილია მეორეს, რომ შიო ყოფილიყო საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, არამედ ეს იყო თქვენი დავალება, თქვენი არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენს უკანაც იდგა მხარე და ზუსტად იმ მხარის ინტერესები იყო ის, რომ საქართველოს მომავალი კათოლიკოს პატრიარქი ყოფილიყო შიო მუჯირი, მაგრამ თქვენ ერთი რამ ვერ გათვალეთ, თქვენ ვერასდროს ვერ გამოგადგებათ შიო მუჯირი, რა თქმა უნდა, საქართველოს ვერ გამოადგება, ეკლესიას ვერ გამოადგება, მაგრამ ვერც თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გამოგადგებათ, იმიტომ რომ მან მოყვარეც კი მტრად გადაიკიდა ეკლესიაში და ყველა, ვისაც კი ოდნავ მაინც შეეძლო აზროვნება ქართულ სამოციქულო ეკლესიაში, ყველა განდევნა, ყველას ბრძოლა დაუწყო, ყველას წინააღმდეგობა დაუწყო, ყველა განაიარაღა და ამ დროს კიდევ უფრო მეტი პროტესტი მიიღო. რა თქმა უნდა, მე ის ვარ, ვინც ამ უსამართლობას და წინააღმდეგობას არასდროს არ შეეგუება, მე ის ვარ, ვინც არასდროს არ გაუტარებს პატრიარქ შიო მუჯერს ტენდენციურ დამოკიდებულებებს და მიდგომებს, რადგან ჩემს უკან ბრევლის გარდა, უამრავი მეგობრის გარდა 6 შვილი დგას, მრავალრიცხოვანი ოჯახი დგას და თქვენ როგორც მამას, თქვენ როგორც ოჯახის მეთაურს გეკითხებით, როდესაც ტაძრის კარები მიმიხურა პატრიარქმა შიო მუჯირმა, როდესაც მისი დავალებით ყველა უნივერსიტეტიდან გამომაძევეს, სადაც ლექციებს კითხულობდი, როდესაც ჩემი კერძო სკოლა ჩამომართვეს, იმიტომ რომ ეს შიო მუჯირის ინტერესებში შედიოდა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ირჩინოს თავი ჩემმა 6 შვილმა და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაშიც ვიცხოვროთ, ვიყოთ ოპოზიციაში, მაგრამ გქონდეს ჩვენი საქმე, ჩვენი სამსახური და ვეწეოდეთ იმ სამსახურს და მოღვაწეობას, რასაც მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება შევალიეთ. დიახ, ამაზე მე თქვენთან კითხვა მაქვს და იმედი მაქვს, რომ პასუხსაც მიმიგება აუცილებლად ქმედებებით, მაინც რადგან შიო მუჯირი არასდროს არ ითვალისწინებს განსხვავებულ აზრს და კრიტიკას და არასდროს არ უსმენს იმ ადამიანებს, ვისაც მის მიმართ გააჩნია მისგან დამოუკიდებლად და მისთვის მიუღებელი პოზიცია თუ შეხედულება. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და მინდა გითხრათ, რომ იმის გამო, რომ შიო მუჯირმა ყური არ მათხოვა, იმის გამო, რომ მან არ ინება ჩემთან შეხვედრა და მას მე ვთხოვე მეგობრულად, რომ ან ემიგრაცია მომეწევს, ან უნდა მიმიღოთ და ვისაუბროთ, იქნებ საერთო ენა გამომნახოთ, შემომითვალა მიქაელ ბოტკოველის პირით, სადაც უნდა იქ წავიდეს. ზუსტად ამის გამო მე დავტოვე ქვეყანა, დავტოვე ეკლესია და ოჯახი და წავედი ამერიკაში 1 წლით, უფრო კონკრეტულად კი წელიწადი და 2 თვე გავიდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნანობ ამ ნაბიჯს, ეს ნაბიჯი მე არ უნდა გადამედგა, მე აქ უნდა დავრჩენილიყავი და მე ღიად უნდა მესაუბრა ყველა იმ უსამართლობაზე, რომლის უკან დგას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მუჯირი. თქვენ თუ მართლა გინდათ ქვეყანა რომ წინ წავიდეს, თქვენ თუ მართლა გინდათ რომ იყოს მშვიდობა, სოლიდარობა, რისთვისაც თურმე მობრძანდით პოლიტიკაში, მაშინ თქვენ უნდა გესმოდეთ ის, რომ უკმაყოფილოთა რიგები უფრო მეტად იზრდება და მრავლდება და ძალიან მალე სხვებიც დაიწყებენ საუბარს. მე არ მეშინია თქვენი რეჟიმის, მე არ მეშინია არც მოსმენის, არც მიყურადების, არც დასმენის, არც ვიღაცების შემოგზავნის
არ მეშინია, იმიტომ რომ სუფთა ვარ, გულწრფელი ვარ, ორგანო ნამდვილი ვარ, არ ვთამაშობ. მე შიო მუჯირის დამქაშებისგან განსხვავებით, მე თქვენ არ გეპირფერებით, არ გელაქუცებით და როდესაც ტაძარში მიბრძანდებოდით სამების საპატრიარქო ტაძარში და მღვდლები ფეხქვეშ გეგებოდნენ და ხელზე ამბურით ხვდებოდნენ, მე იმ დროსაც გული მერეოდა იმ მღვდლებზე და მე თქვენს თვალებში ვხედავდი უდიდეს ცინიზმს და სარკაზმს, თუ როგორ არ მოგწონდა იმ ტიპის სასულიერო პირის ქმედებები და დასცინოდით ყველას. დღესაც დასცინით ყველას, მოდი ღია ვიყოთ, გულწრფელები ვიყოთ, დღესაც ერთობით თქვენ ერით, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ეკლესიის ავტორიტეტითაც გადაწყვიტეთ გართობა. თქვენს ავტორიტეტზეა დამოკიდებული პატრიარქი შიო მუჯირი, როდესაც თქვენი პარტია აღარ იარსებებს და არა იმიტომ, რომ ქუჩის აქციების შედეგად პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში შეიცვლება. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ მდგომარეობას საერთაშორისო სტანდარტები შეცვლის და ამას გარდა პირველ რიგში შეცვლის ღვთის ძალისხმევა, რადგან ჩვენ რომ გავჩუნდეთ, დაუბრმავდეთ, დაავყრუვდეთ, ღმერთი იწყებს მერე მოქმედებას და ეს მოქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება ყველას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიის სახელს არიან ამოფარებულები, ანაფორით დაფრიალებენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ძალიან მაგარი სასიკეთო ცვლილებები მოხდა თურმე. მე 2 დისერტაციის ავტორს, 50 წიგნის ავტორს არ უნდა მქონოდა ისე მდგომარეობა შექმნილი ჩემს ქვეყანაში, რომ ქვეყანა დამეტოვებინა და თუნდაც 1 წელი ემიგრაციაში ჯოჯოხეთში გამეტარებინა. თქვენ იცით, რომ საქართველოს სამღვდელოების 60%-ზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია. დიახ, თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით და ზუსტად იმის გამო გადაწყვიტეთ ქვეყნის და ეკლესიის მართვა, მაგრამ ეკლესიის ნაწილი ჩვენც ვართ, ჩვენ ვისაც სიმართლე გწყურია, ვისაც ჭეშმარიტება გწყურია, ვინც ჩვენი ცოდნით, გამოცდილებით, სწავლით, მონდომებით ვაღწევდით ცხოვრებაში ყველაფერს, მაგრამ იმის გამო, რომ შიო მუჯირის მზაკრულ პოლიტიკას არ მოუხდა პეტრე კოლხის გამოსვლები, მისი აქტივობები, მისი სითამამე, მან გადაწყვიტა, რომ მოდი განვაიარაღებ, მღვდელმოქმედებას შევუჩერებ, ხალხიც უკვე სკეპტიკურად შეხედავს, მისი ავტორიტეტი დაეცემა და მერე გაჩუმდებაო. მინდა გითხრათ, რომ პირიქით მოხდა უფრო მეტი ადამიანი დგას ჩემს გვერდით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააჩნია პატრიარქ შიოს მიმართ პროტესტი. რა თქმა უნდა არიან ფანატიკოსები, რა თქმა უნდა არიან უწიგნურები, გაუნათლებლები, ბნელები, რელიგიურ ვაკუუმში რომ იმყოფებიან, რომლებიც გუნდრუგს უკმებენ პატრიარქ შიო მუჯირს და ესეც ლოგიკურია, იმიტომ რომ მასას თავისი მიმდევრები ყავს, ღმერთს მადლობა, ძალიან მცირე, მაგრამ მინდა იცოდეთ და ეს თქვენ ყველაზე კარგად იცით და ყველაზე მეტად თქვენ გესმით, რომ ვერასდროს ვერ ისარგებლებს პატრიარქი შიო მუჯირი იმ ავტორიტეტით, რაც ჰქონდა ილია მეორეს. მოდი გულწრფელები ვიყოთ და ესეც ხო თქვენს ინტერესებში შედიოდა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მსგავსი ავტორიტეტი არ უნდა ჰქონოდა, რაც ჰქონდა ილია მეორეს. ზუსტად ამის გამო დასვით თქვენ შიო პატრიარქად, თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ არა თქვენ მას არავინ არ წარმოიდგენდა, არ მოიაზრებდა, სამეულშიც კი რომ კენჭი ეყარა კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ უსამართლობას შევეგუოთ. დიახ, ეს უსამართლობაა, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, ეს ტენდენციური მიდგომაა, მაგრამ თქვენი როგორც პარტიული სახე აღარ იქნება, მაინტერესებს მე რას აპირებს პატრიარქი შიო მუჯირი და როგორ შეეცდება დაალაგოს ეკლესიაში მთელი რიგი პროცესები და წინააღმდეგობები, რომელიც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო მწვავდება, ძაფრდება, კიდევ უფრო მაღალ დუღილის ტემპერატურას აღწევს. მას ხომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა ექნებოდა ჩემთვის, პირადად ჩემთვის, რომ მღვდელმოქმედება არ შეეჩერებინა, რომ დაეყვავებინა, რომ საერთო ენა გამოენახა. მე ჩემს პოზიციებს არ დავთმობ, გამოვფენ ყველა იმ უზნეო და ამორალი სასულიერო პირების ცხოვრებას, იმიტომ კი არა, რომ მათ მე რამე დამეშავეს, არამედ იმიტომ, რომ უსამართლობას არ შევეგუები და თქვენი ნებით, თქვენი სურვილით, თქვენი ერთი ზარით ხომ მიუშვა ლატარიას სახლში
ეპისკოპოსი და პანაშვიდი გადაახტევინა. დიახ, დაურეკეთ შიო მუჭირს და უთხარით, მღვდელმოქმედება დამიბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გავჩუმდები და რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში მოგებული არც ერთი მხარე არ იქნება, მაგრამ მარტო მე არ დავზარალდები. დიახ, მე ისედაც არ ვაპირებ გაჩუმებას და ჩემთვის მუდლობა არ არის აპრიორი, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ჩემთვის მთავარია ის, რომ ის მიხვდეს, რომ მე უსამართლობას არ გავუტარებ, არ გავჩუმდები, არ შევეგუები იმ მზაკრობას და მარაზმს, რასაც იგი ქრისტიანობას უწოდებს და სინამდვილეში ეს არის ადამიანების დაზომბირების ძალიან პრიმიტიული მეთოდი, რომელმაც საკუთარი დრო მოჭამა და რესურსი ამოწურა. მე ვიტოვებ იმედს, თქვენ აუცილებლად მოგისმენთ ის და თქვენთან კონსულტაციების შედეგად გადადგამს პროგრესულ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში მას არ დააზარალებს. ბოლო-ბოლო ხომ თქვენ მიერ დანიშნული პატრიარქია, ხო თქვენ გადაწყვიტეთ ერთპიროვნულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მუჯირი გამხდარიყო, ხომ თქვენ დაურიგეთ წინასწარ ეპისკოპოსებს შემოსავლები, ხომ დაემუქრეთ თუ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა მას შემოსავლები შეეზღუდებოდათ და დაფინანსება არ წამოვიდოდა, მაგრამ გიღირთათ ეს ყველაფერი შიო მუჯირად? როგორ ფიქრობთ, თქვენი მიზნებს მიაღწევთ მისი პიროვნების მეშვეობით, რის გამოც ის პატრიარქად დანიშნეთ? მე არ მგონია. ამიტომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ბევრი რამ გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის და თქვენი პროპაგანდისტული არხები ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ლექსებს მპარავენ და ავტორებად თქვენს მეხუთბეებს იხსენიებენ, თქვენ უნდა შეგეძლოთ გულწრფელი აღიარება იმისა, თუნდაც თქვენი ოპონენტი ვიყო, რომ ნიჭიერ ადამიანს სხვანაირი დაფასება სჭირდება. მე თქვენ შეგახსენებთ ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებას, თქვენ იცით, როდესაც ის გაძლიერდა, დაიწყო დარიოსის წინააღმდეგ ბრძოლა და დარიოსმა მას შესთავაზა, მოდი დასავლეთში შენ იყავი უპირატესი, აღმოსავლეთში მე ვიქნებიო. მაკედონელმა კი უპასუხა, არ შეიძლება ერთ ცაზე ორი მზე ანათებდეს და პერსეპოლისთან ღირსეულად დამარცხდა დარიოსი და გარდაიცვალა. მაგრამ ის ალექსანდრე მაკედონელის იმის მიუხედავად, რომ მტერი იყო, მაინც ღირსეულად დაკრძალა, რადგან ღირსეული მოწინააღმდეგე იყო ალექსანდრე მაკედონელმა თქვა. ამიტომ იყო ალექსანდრე დიდი და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მან უამრავი ომი მოიგო და 70-მდე ალექსანდრია დაარსა. მე ვიტოვებ იმედს, რომ თქვენ შეძლებთ ამის აღიარებას, იმის მიუხედავად, რომ თქვენი ღია ოპონენტი ვარ, იმის მიუხედავად, რომ მე თქვენს პოლიტიკას და პარტიას ვაკრიტიკებ, თქვენ უნდა შეეძლოთ იმის დანახვა, რომ მე ეკლესიის და ქვეყნის მტერი არა ვარ და ჩემი ეკლესიაში არ ყოფნით ბევრი რამე ზარალდება და ჩემი ეკლესიაში მისვლით უამრავი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა დაუბრუნდებოდა ეკლესიას. მაგრამ მინდა გითხრათ, თქვენს მიმართ უკმაყოფილებაც პატრიარქ შიო მუჯირის დამსახურებაა მისი ხისტი პოლიტიკის გამო. ვიტოვებ იმედს, ისევ დაურეკავთ და როგორც ლატარიას ოჯახში მიაბრძანეთ ეპისკოპოსი რომ პანაშვიდი გადაიხადა, ისე დააფიქრებთ შიო მუჯირს, რომ მას არ აწყობს ამდენი მტერი და მოწინააღმდეგე ეკლესიაში. პირიქით, მან უნდა შეძლოს კონსოლიდაცია და ერის გაერთიანება და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს წოდებების, გავლენების მიხედვით ადამიანების შერჩევა. დიახ, ლატარიას ოჯახის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, ამდენი სალაპარაკოც არ გახდებოდა. ზუსტად ამის გამო მაქვს მე ეკლესიაზე პროტესტი და თქვენს პარტიაზეც, რადგან ეს ერთი და იგივეა.
შესაკრებდა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება.